ქათმის კვერცხი მაღაზიებში და ბაზრებში მაცივარში სხვა პროდუქტებისგან ცალკე უნდა ინახებოდეს. ეს წესი ზოგ შემთხვევაში არ სრულდება, თუმცა კვერცხით მოწამვლის ფაქტები ბევრი არ არის. როგორც მომხმარებელთა უფლებების ასოციაციაში აცხადებენ, საჩივრების რაოდენობა მცირეა, ამასთან კი ადგილზე მისულ სპეციალისტებს ძველი კვერცხი არასოდეს აღმოუჩენიათ. ეს პროდუქტი იმდენად პოპულარულია, რომ დაძველებას ვერ ასწრებს. სურსათმოქმედების სამსახურში კვერცხის შემოწმება ხდება მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ გარდა ამისა აგრარულ ბაზრებში, სადაც ხდება კვერცხის შეტანა, თუნდაც გლეხური კვერცხის შეტანა, იქ ხდება კვერცხის შემოწმება. არის ესეთი ხელსაწყო, მას ოვოსკოპი ეწოდება და აი ამ ოვოსკოპის საშუალებით ხდება კვერცხის ესე ვთქვათ შორიდან შიგთავსის შემადგენლობის დადგენა. ის ესე ვთქვათ გალაყებულია თუ არა, მოკლედ აი ამის დადგენა ხდება. დაიმახსოვრეთ, რომ კვერცხის ფერი მის ხარისხზე სულაც არ მეტყველებს. თუ ქათმის კვერცხს ცივ წყალში მოვათავსებ და მან ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღო, ესე იგი კვერცხი ახალია. თუ ოდნავ დახრილად მოთავს და კვერცხი ერთი კვირის მაინცაა. იმ შემთხვევაში კი თუ კვერცხი წყალში ვერტიკალურად ცურავს, ესე იგი მისი ჭამა საერთოდ არ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა იყოს ძალიან დაბინძურებული, თუ პროდუქტი იდეალურად სუფთა, ესე იგი ის გარეცხეს. ამ შემთხვევაში კი მისი შენახვისვა და ოთახის ტემპერატურაზე 12 დღემდე ჩამოდის. კვერცხისთვის არის ეტიკეტირება, რომ დაცული იყოს ეტიკეტირება კვერცხის, ამას საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად აკონტროლებს. სურსათის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კვერცხის შენახვის პირობებს მარკეტებში, იმიტომ რომ კვერცხი კიდევ ვიმეორებ აუცილებლად უნდა ინახებოდეს ცალკე მაცივარში, სხვა პროდუქტებისაგან განცალკავებულად. დიეტოლოგები უკვე დიდი ხანია იმაზე კამათობენ, რამდენად სასარგებლოა კვერცხი და არის თუ არა ის დიეტური პროდუქტი. კვერცხის ცილაში შემავალი ცილები ყველაზე მარტივად ასათვისებელია. რაც შეეხება ქოლესტერინს, ის გულშია და თუ კი ექიმებს დაუჯერებთ, კვირაში 3-ჯერ 2 კვერცხის ჭამა არაფერს დაგვიშავებს. თოხლო კვერცხის მოყვარულებს ბოლოს რამდენიმე რჩევას მივცემთ. საშუალო ზომის კვერცხს თუ ცივ წყალში ჩავდებთ, ადუღებას დაველოდებით და მხოლოდ 2 წუთით ვადუღებთ, ცილად და გულიც თხევადი დარჩება. 3 წუთის შემდეგ გული კვლავ თხევადი იქნება, ცილა კი თითქმის გამაგრდება. რაც შეეხება მაგრად მოხარშულ კვერცხს, წყლის ადუღებიდან 1 წუთის შემდეგ ტემპერატურას უნდა დავაკლოთ და კვერცხი 7-8 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. რაც მთავარია, კვერცხი არ გადახარშოთ. ამ შემთხვევაში ცილა რეზინისებური გახდება, გულის გარსი კი მონაცრისფრო.